Ama sabah diyor, ne kadar var. Çay içiyoruz diyor da mı var? İyi, hadi ya. Şurada şey yok. Ya. Bak çamı çekmek çamı sanki. Det holder været for at se. Det var i Kroatien, jeg må høre ud. Der er kun nok gjort. Der sker det. Ja, der er det noget. სრულფასოვანი ამოქმედება მნიშვნელოვანი მოვლენა არა მხოლოდ საქართველოსთვის, თურქეთისა და აზერბაიჯანისთვის, არამედ სრულიად ჩვენი რეგიონისთვის და ცენტრალური აზიისთვის.
ეს პროექტი წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოების სტრატეგიული პარტნიორობის, საერთო ძალისხმევისა და გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი ხედვის თვალსაჩინო მაგალითს. ბაქო-თბილისი ყარსი დღეს უკვე წარმოადგენს მნიშვნელოვან დამაკავშირებულ რგოლს ევროპას, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შორის. ბოლო წლებში მსოფლიოში განვითარებულმა პროცესებმა კიდევ უფრო ნათლად აჩვენა უსაფრთხო, საიმედო და პროგნოზირებადი სატრანსპორტო მარშრუტების მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ იზრდება შუადერეფნის მიმართ საქართველოს ინტერესი და სწორედ აქედან გამომდინარე იზრდება ჩვენი ქვეყნების მნიშვნელობა აი ამ მნიშვნელოვან პროცესში. ბაქო-თბილისი ყარსი საქართველოს გრძელვადიანი სატრანსპორტო ხედვის განუყოფელი ნაწილია. ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან, აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალთან, რკინიგზის მოდერნიზაციასა და სხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ეს ქმნის ახალ სატრანსპორტო არქიტექტურას, რომელიც აძლიერებს საქართველოს როლს, როგორც საიმედო პარტნიორის და ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო და სატრანსპორტო ნაკადების ერთ-ერთ მთავარ დამაკავშირებელ რგოლს. საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მოსეაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე იდენტიფიცირებული და დაკავებულია 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი. ასევე 1 შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი. უფრო კონკრეტულად 5 ბრალდებულიდან 2 მათგანი უკვე იმყოფება პატიმრობაში სხვა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ხოლო 3 ბრალდებული დღეს დავაკავეთ. ამ სისხლის სამართლის საქმეებზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ჩატარებულია ათასობით საგამოძიებო მოქმედება. მათ შორის მოწმის სახით გამოკითხულია 550-ზე მეტი პირი. პირველი ეპიზოდი 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმჟამინდელმა 2 თანამშრომელმა, რომელთაგან ერთ-ერთი დღეის მდგომარეობით დაცვის პოლიციის თანამშრომელია, ფიზიკურად იძალა და ზვიად მაისაშვილზე, რის შედეგადაც მაისაშვილმა დაკარგა გონება. ეს კადრები კარგად ცნობილია ქართული საზოგადოებისთვის. მეორე ეპიზოდი 2024 წლის 30 აპრილს რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაშინდელმა თანამშრომელმა, რომელიც დღეის მდგომარეობით არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთმა თანამშრომელმა ფიზიკურად იძალადეს ლევან ხაბეიშვილზე. და მესამე ეპიზოდი 2024 წლის 29 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა ფიზიკურად იძალა ჟურნალისტ გურამ როგავაზე, რომელიც თავდასხმის მომენტში ახორციელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას. 5-ვე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინება, რაც გულისხმობს სამსახურეული უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინება ბრალდება 154 მუხლის მეორე ნაწილით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე. წარდგენილი ბრალდებების სასჯელის სახე და ზომა ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. პროკურატურა სასამართლოს 5-ვე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს. სხვა სამართალდამცავ უწყებებთან საერთო კოორდინაციით განვაგრძობთ გამოძიებას როგორც აღნიშნულ ეპიზოდებში, ასევე სხვა ძალადობრივ ფაქტებში მონაწილე პირთა დადგენისა და მათი სისხლისამართლებრივ პასუხისმგებაში მიცემის მიზნით.